ბევრი ადამიანისგან გამიგრა შუქნიშანი რა სულდია და ასე შემდეგ რა. ერთ-ერთი გვირაბი იყო შავი წერტილი რაც ნიშნავს იმას რომ ძალიან ბევრი ავარი ხდებოდა და უმეტესად ლეტალურად ფარდებოდა. ატონაია რომ ავტომატურად 80 კმ/სთ ან 100 არის მე მგონი რა სასოფში ვთქვათ 10 კაცი არიან ერთეულები, რომლებიც ესე პირდაპირ გააჭრიან. ბევრი ზოლი არ ნიშნავს უსაცობო გზას. 80 წლის ადამიანი ესეთ პოზიტიურ განწყობაზე რო არის, ეგ არის ჩემთვის ევროპა. როგორც მიწის ქვედა გადასასვლელი არ არის მორგებული ყველა ადამიანისთვის, ასევე მიწის ზედა გადასასვლელი არ იყო კარგი მისაწვდომობისთვის და ამ იდეით მოხსნეს ეს გადასასვლელები. პრობლემა სხვა არის, უბრალოდ კვალიფიკაციური კადრის საქართველოში პოვნაზე. ძალიან იცვლებოდა მონაცემები, როგორც კი სკოლები იწყებოდა, ერთ-ერთი ძალიან რთული თემა არის, რომელიც ესე მარტივად მოსაგვარებელი არ არის. მოგესალმებით, მე ავთოვარ და გიბრუნდებით TikTok-ის შემდეგი ეპიზოდით და დღევანდელი ჩვენი სტუმარია მარიამ გოგიაშვილი, ილიანის საქალაქო ინჟინერიის კვლევითი ცენტრის საგზაო ინჟინერი და ასევე მოწვეული ლექტორი. მარიამ, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო და დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, თან ჩვენი თბილისის მსგავსი ქალაქის გათვალისწინებით, იმიტომ რომ ჩვენთან ძალიან პრობლემურია ხოლმე, ზოგადად ქალაქ დაგეგმარება, საგზაო მოძრაობის დაგეგმარება და არა მხოლოდ ამ ბოლო პერიოდში ბოლო ალბათ 8 წელიწადში საკმაოდ დიდი ცვლილებები გაიარა საგზაო რეგულაციების სატრანსპორტო პოლიტიკამ და ამაზეც მოდი ვისაუბროთ, მაგრამ ასევე მინდა შევეხოთ ძალიან მნიშვნელოვანზე, იმიტომ რომ თემ სოფლიოში ძალიან აქტუალური და ახალი არ არის ეს საერთოდ, მაგრამ მაინც ეს smart კონცეფცია, smart ქალაქის კონცეფცია. ამით დავიწყოთ, მოდი რა არის ზოგადად რო ავხსნათ ჩვენი მსმენელისთვის smart ქალაქი, ჭკვიანი ქალაქი, რა კონცეფციებს შეიცავს ხოლმე და ჩვენ ქალაქ საქართველოში რამდენად ვითვალისწინებთ განსაკუთრებით დიდი ქალაქების დაგეგმარების პროცესში, იმიტომ შენ 5 წლის განმავლობაში მუშაობდი მერიაშიც და ეს გამოცდილებას რომ გაგვიციეროთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან მიხარია რომ ამ თემით დაინტერესდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს აინტერესებს და ესე ძალიან ცოტა არის ვინც ლაპარაკობს ამაზე და პირველ რიგში მაგიტო ძალიან დიდი მადლობა. და მოდი smart city-ით დავიწყოთ რა. ძალიან ბევრი ადამიანს ცოტა არასწორი წარმოდგენა აქვს smart city-ზე რა არის რა. და პირველ რიგში ეს არის მონაცემებზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც არის მორგებული ადამიანზე. და აქ შედის პირველ რიგში big data, გარდა ამისა, ჭკვიანი კამერები, ჭკვიანი შუქნიშნები, უფრო სწორედ კამერები და ნუ თითქმის ყველაფერი იდეაში რა. და ნუ ამის გარდა არის ადგილები, სადაც უბრალოდ კამერები არ არის და მკვდარი ზონები და ამ შემთხვევაში სადაც ესეთი მკვდარი ზონებია, მანდაც ხდება ინფორმაციის შეგროვება, ოღონდ მანდ უკვე დრონების საშუალებით რა. რაღაც დაკვირვება ხდება რაღაც ეტაპობრივი, კი. მანდ არის როგორ ხან არის პიკის საათში მოძრაობაზე დაკვირვება და ასევე ჩვეულებრივ დროს რა. მაგას ძალიან დიდი განსხვავება, იმიტომ რომ ხან ძალიან დიდი შეცდომა უშვებენ ხოლმე იმ დროს, როცა პიკის საათში ითვლიან, მაგალითად, ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე რამდენი მანქანა გადის, მაგრამ პიკის საათში არ დაითვლება სწორად, იმიტომ რომ ყველგან საცობი არის და პიკის საათში თუ გაჭედილი არის გზა, იქ შენ რეალურ მონაცემს ვერ მიიღებ, რამდენი მანქანა გადის. ხო, შეიძლება რომ ისეთი მანქანა მოხდეს მაგ ქუჩაზე, რომელიც უბრალოდ ცდილობს საცობი გაძრომას და სხვა ქუჩაზე შემთხვევით გადავიდა, ხო? ერთჯერადად ან უბრალოდ ის რომ ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე შენ თუ საცობს ითვლი, ამ შემთხვევაში უნდა დაითვალო მანქანების რაოდენობა და არა ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე რამდენი მანქანა გავიდა, იმიტომ რომ შენ ნამდვილი სწორი მონაცემი არ გექნება რეალურად რამდენი მანქანა გაივლიდა და საბოლოო ჯამში არ გაქვს ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე ან ერთი უბნიდან მეორე უბანში გადაადგილების ზუსტი მონაცემები რა. ანუ რაღაცა ითქვარი ესა, ზოგადად მონაცემებს ბოლო პერიოდში ძალიან ტექნოლოგიურ ხანაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და მათ შორის მონაცემების ჭკვიანად გამოყენებას და ესე საქართველოში თბილისში ხდებოდა ეგეთი მონაცემების გამოყენება. და ჩვენ მუშაობთ ვისიმში და ვისუმში, ეს არის მიკრო და მაკრო მოდელირება, რაც ძალიან საინტერესოა, თუმცა ვისრობდი რომ კიდევ უფრო მეტ ქუჩაზე და უბანში ყოფილიყო ეს ყველაფერი. და ეს არის მოდი ჯერ მიკრო მოდელირებაზე გეტყვი რა არის და მე მაკროს. მიკრო მოდელირება არის ის რომ ერთ კონკრეტულ უბანზე, მაგალითად ერთ კონკრეტულ ჩანქს შენზე, რომელიც უნდა რეაბილიტირდეს, ან უბრალოდ უნდა გადაკეთდეს. AI გეხმარება იმაში, რომ ითვლი შენ შეგყავს მანქანების რაოდენობა, ასევე ქვეითების, ანუ ყველაფრის რეალური მონაცემები შეგყავს, პლუს ამას კიდევ უმატებ დატას, ნუ ეს AI გეხმარება და პლუს ამას შენც უმატებ. ცალკე არის გათვლილი მანქანების მძღოლების ხასიათიც, იმიტომ რომ იქ არასწორი მიმართულებით გადახვევა, იქ წყვეტიელზე გასვლა და ნუ ასე შემდეგ რა, კიდევ უწყვეტზე უბრალოდ.
და ეგეთი რაღაცები რა და ანუ ეს სტატისტიკაში ის მოპედით და ესეთი კი, ანუ ორთვლიანი ისინიც კი, გათვალისწინებულია ხოლმე? როგორც წესი, ზოგადად Smart City-ს მთავარი კონცეფცია არის ის, რომ მორგებული უნდა იყოს ყველა დონეზე რა, ანუ ადამიანზე, ველო ხო, მოსიარულეებზე ანუ და ასე. ორთვლიანი ხო, და კი, ნებისმიერ ანუ სატრანსპორტო ეკო საშუალებაზე და კი. ფეხით ფეხით მოსიარულეებზე, ხო, როგორც მოსიარულე ვთქვი? არის ყველაზე მთავარი იდეაში რა, აჰა. ჯერ არის იერარქიულად ჯერ არის სატრანსპორტი, ნუ ქვეითი, მერე არამოტორიზებული ტრანსპორტი და სულ ბოლოს არის უკვე მოტორიზებული, ხო? მოტორიზებული ხო, სულ ბოლოს არის ეს კერძო ავტომობილები, მაგრამ დღესდღეობით თბილისში მთავარი პრობლემა ეგ არის, რომ უმეტესად თითქმის ყველგანი არის ავტომობილზე გათვლილი, მაგრამ აქ ძალიან ბევრი პრობლემა არის რა, ანუ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს იდეაში თბილისს რომ იყოს smart city და კარგად იყოს ყველაფერი გაკეთებული, მაგრამ ასევე ძალიან ბევრი პრობლემა არის, იმიტომ რომ წვრილი ქუჩებია, სადაც ფიზიკურად ვერც ბასლაინი დაეტევა და ვერც ავტობუსი ავტომობილები მოახერხებს, ხო? ხო, კი გაბარიტებისგან გაბარიტების გამომდინარე. გამო. მაგრამ ნუ მაგის გარდა კიდე პრობლემა არის ის, რომ რეალურად ანუ არც მიმღებლობა არ არის მთლად ბოლომდე ხალხის, რომ ანუ მანქანები დატოვონ, ხო? მანქანები დატოვა. მაგრამ ვერავის ვერ ვეტყვით, რომ არასწორად იქცევა, იმიტომ რომ არ არის ბოლომდე სატრანსპორტი მოწესრიგებული, იმიტომ რომ ნუ ახლა მეც არა მხოლოდ სატრანსპორტში ტრანსპორტი დავდივარ და ხარ. ხო რაღაც ანუ ხარ ველოდები ხოლმე როდის მოვა ისეთი სადაც შევეტევი. კი, კი. და არა მხოლოდ ტრანსპორტი, იმიტომ რომ მე რაღაც მინახავს თუნდაც ევროპაში და აი ამერიკულ მაგალითზე შემიძლია უფრო თამამად თქვა. აა უფრო გადანაწილებულია ბიზნესებიც და კი, საგანმანათლებლო თემების დეცენტრალიზებული ხო, არის ქალაქი, დეცენტრალიზებულია. კი. მაგალითად აი ამერიკაში სკოლებში, პირობითად სკოლები არის რაღაცა უბანზე მიმაგრებული. აჰა. ანუ შენ თუ სხვა უბანში ცხოვრობ, იმ სკოლაში შეავლე არ შეგიძლია რა. კი. და არის ეგ რა სხვა თქმა უნდა შორის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შენ რაღაცა პირობითად ეხა ცხოვრობ აფრიკაში ან დილღამში და გიწევს ვაკეში სიარული სკოლაში. პირობითად ეგ ხო ქმნის აი ამ სატრანსპორტო კი, რა იმაში თქმა უფრო უნდა. დიდ კი, ძალიან დიდი პრობლემაა ეგ. მე რეშოცა ვმუშაობდი, მაგ პერიოდში მქონდა ძალიან საინტერესო პროექტი და ეს პროექტი ისხავდა მისნად იმას, რომ ქალაქში მოძრავი მანქანების ვიზუალიზაციის პროექტი იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ გქონდა საშუალება გვენახა, სად იყო ყველაზე დატვირთული ადგილი, ყველაზე დატვირთული ლოკაციები, ასევე უბნებს შორის გადაადგილება. თბილისში რამდენი მანქანა შემოდის ისე, რომელიც უბრალოდ გამავალი არის და მაგას შეუძლია მაგალითად წავიდეს შემოვლითით და შემოდის, არა ხო. არ გაიაროს მაგალითად ცენტრალური ხო ქუჩები. ანუ ყველაზე დატვირთულ ადგილს ლაგუნაზე არ გაიაროს აჰა. სანაპიროთი და არ გავდის მეორე მხარეს და ანუ ესეთი საინტერესო ინფორმაციების მოპოვება შეგვეძლო რა მათ და შორის იყო ეს სკოლების რაღაც კი და როლი. აი ზუსტად მანდ მივდივარ ეხლა რომ ძალიან იცვლებოდა მონაცემები როგორც კი სკოლები იწყებოდა საერთოდ სხვა კი. მონაცემები იყო და ნუ ბაღებით თავისთავად აჰა. და ნუ ეგ ერთ-ერთი ძალიან რთული თემა არის რომელიც ესე მარტივად მოსაგვარებელი არ არის და სხვა შორის ერთ მაგალითს მოვიყვან პარიზში არის ესეთი რაღაცის ტენდენცია რომ 15 წუთიანი ქალაქის პროექტი არის რაც ნიშნავს იმას რომ 15 წუთის სავალ გზაზე ყველაფერი შენ უნდა გქონდეს, უნდა ხო? გქონდეს სკოლა, სამედიცინო ცენტრი და მაღაზი, ნუ აფთიაქიც რა. და ეს ნიშნავს იმას, რომ შენ 15 წუთის მანძილზე მიდიხარ ყველგან და არ გაქვს იმის უფლება, რომ სკოლაში სხვაგანია რომ მაგალითად რა, ანუ პარიზის ერთი უბნიდან მეორე უბანში ვერივლი სკოლაში რა. ნუ ეს ახლა ცოტა რთულია, თბილისში გააკეთებინე რომ კერძო სკოლები არის ძალიან ბევრი, მაგრამ ჩემს რაღაც ის მოფიქრება მაინც ანუ რაღაცა შეიძლება, მაგრამ ძალიან ბევრი გეგმაში არის ყოველ შემთხვევაში, ხო? იმიტომ რომ მე გულწრფელად გქონია, რომ ეს ამ საკითხს მოგვარება კი, შესაძლებელია. ძალიან შესაძლებელიც არის და ძალიან დიდ პრობლემებს მოაგვარებს კი. მინიმუმ რა. და მეორე პრობლემა არის ასევე სამსახურების ნაწილი, იმიტომ რომ ჩვენ ხა არ გვაქვს მაგის ფუფუნება, რომ რაღაცა ისე მარტივად ავირჩიოთ, იმიტომ რომ ხო. ყველაფერი მაინც თავმოყრილი არის ცენტრალურ კი. უბნებში, ყველა დიდი სამსახური, დიდი კომპანია, ასე ვთქვათ, უფრო დახუნცრულია ხო. ეს და გარეუბნებში ნაკლებად არის ამაზე რაღაცა კი. ბევრი ისა ქვია, საშუალება რომ ბევრი მიმართულებით დასაქმდე რა და ეგეც ერთ-ერთი პირობაა, რომ მე მაგალითად სამსახურში მოვასრულებ 1 საათი მჭირდება პირობითად. კი. მეც 1 საათი მჭირდება ხოლმე მოსასრულოდ. ხო. ნუ მაგის თავარი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გამოსავალი ალბათ ის არის რომ რაღაც დონეზე ქართულმა დამსაქმებლებმა ისწავლონ რომ ონლაინ მუშაობაც ოკეია და ონლაინ მე რო სახლიდან ვმუშაობ, მაინც ვმუშაობ, მაინც არაფერს რაღაცებთან დაკავშირებით. ხო, მაგრამ ორივე ყველაფერი არა, კეთილ მაგრამ ინიციირებაზე აშკარად, ხო? თავისთავად, ორივე მაგრამ მხარეს. ორივე მხარეს, მაგრამ ნუ შესაძლებელი არის იდეაში რა.
კოვიდი მაგ მიჩვენა რომ შესაძლებელი არის ეგეთი ხო, რაღაცაც. კოვიდმა ძალიან კაი გავლენა იქონია ზოგადად ბევრი კი, მიმართულებით, მათ შორის განათლების ინდუსტრიაზე, კი. ხო? აი რაც სხვადასხვა საუბარია ონლაინ უნივერსიტეტებზე, ხო? რაც კი. საჭიროა მაგალითად ამერიკაში ჩახვიდე რაღაცის გამო, როცა შეგიძლია ონლაინ კი, კონდეს და მაგრამ იგივე ლოგიკით მაგალითად რა საჭირო ილიონში მოხვიდე, როცა შეგიძლია შენ ქუთაისიდან მაგალითად ისწავლო დაესწრო ჰარვარდში ლექციებს. რაღაცეებს. თუნდაც ან ხო, ან თუნდაც ჰარვარდში, ან ილიონში, ხო? ილიონში, ნებისმიერში რა. კი, მაგრამ კი. სამწუხაროდ ეს არის რომ ილიონში არ არის დღეს ეს ონლაინ სწავლება, იყო რაღაც პერიოდი და ძალიან კარგი იყო, ძალიან მომხრე იყო მაგ ყველაფრის. და ნუ სამწუხაროდ არ არის არც უნივერსიტეტებში, თორე ეგეც ძალიან დიდ გავლენას ახდენს რეალურად ციხის დატვირთულობაზე და საგზაო სატრანსპორტო სატრანსპორტო მოძრაობაზე. ხო, მოძრაობაში. მათ შორის ფინანსური ნაწილიც საინტერესოა, ხო? კი, იმიტომ რომ ეგ კიდე ცალკე თემა, ახლა ჩვენი სასაუბრო თემა არ არის, მაგრამ ალბათ ეგ ფინანსური გავლენაც იქნება, იმიტომ რომ სტუდენტს არ მოუწევს ძირითადად მეტი ხარჯის ცხოვრებაში კი, გადახდა, ხო? კი და პლუს ბინა, ამას ცხოვრება, რაღაცა. ძალიან რთული არის ახლა ყველა ადამიანისთვის ის რომ მე სადღაც ვაკეში ვიქირავ ბინა, იმიტომ რომ უნივერსიტეტთან ჩავიბინო მე 5 წუთში. მე ხო. ვიქირავ სიტყვაზე ვამბობ ბინას სადღაც გარეუბანში, მე იმ გარეუბნიდან და მოვიდი აქ, ვქმნის აცობს. ვტვირთავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ასე შემდეგ. ნუ ანუ მე ზოგადად მივესალმები რომ უნივერსიტეტები გარეუბნებში იყოს, ან მეც ცოტა მივესალმები მუშაობები მაგას. ქალაქებისგან კი, რა, კი, კი. ანუ თავარი იზოლირებული. იდეა ეგ არის იდეაში ხო და დეცენტრალიზაციის ქალაქის, რომ ხო. ყველაფერი გადანაწილდეს. ანუ აი მაგალითად ეხა იქაც დიღომში ძალიან ბევრი საავადმყოფოა, მაგრამ ყველა ერთად არის. საბოლოო ერთ ჯამში ქუჩაზეა დიღომში თითქმის. რამდენჯერაც მოვხვდები, ვერაცას ვერ გამოვდივარ და ვერც მივდივარ, იმიტომ რომ კი, ცოტა მოშორებით არის, ვაკეში არ არის 80 კლინიკა, მაგრამ 80 კლინიკა ერთად არის, რაც ასევე ძალიან ცუდია. და ანუ დეცენტრალიზაციის იდეა არის ის, რომ ანუ ყველა მთელი ქალაქის მასშტაბით ყველა უბანში იყოს ალაგ-ალაგ ყველაფერი, სადაც მიხვალ და არ დაგჭირდება რაღაცა ნუ ჩვენი ქალაქის პირობებში უკვე რომელიც ძალიან დახუნძურულია ბევრი შენობით, ძალიან რთულია რომ ეგეთი რაღაც გააკეთო ჩვენ ალბათ, ხო? ქალაქს რაღაც დონეზე მაინც აქვს პოტენციალი, ანუ რომ გამოსწორდეს? რომ გამოსწორდეს იქ თუ არ კეთილი არის, უასის უბანია, ეხა კიდე უფრო იზრდება დიღმის ნაწილი და ასე შემდეგ. უბრალოდ აი დიღმის ნაწილიც ასევე ძალიან იზრდება და მაინც არის იმის საშუალება რომ რაღაცნაირად გადანაწილდეს, მაგრამ სამწუხაროდ ხდება ისე რომ ის ლოკაციები რაც ასევე ძალიან დატვირთულია, მაგალითად ეხლა ლაგუნას ტერიტორია, ლაგუნას ადგილი რო არ ვახსენო, გამორიცხულია, იმიტომ რომ თბილისში თამამად შემიძლია ვთქვა რომ ყველაზე დატვირთული ადგილია, მაგრამ დღეს მან შენდება სუსტად არ ვიცი, კი, სამი უდიდესი შენობა, ცალთამჯერად, ხო, ხო? ანუ საშინელება შენდება. და გულსფელად რომ ვთქვა, მართლა არ ვიცი, ეგ შენობები რო აშენდება, რომელმა სატრანსპორტო პოლიტიკამ უნდა უშუალოს მაგ ყველაფერს, იმიტომ რომ მათ შორის იმ შენობის ფლობელებისთვისაც საზიანო იქნება ალბათ იდეალურად, ხო? მეც ანუ გამორიცხული ხო არის რაღაც მფრინავ მანქანებს სანამ შემოიყვანენ ჩინელები, ხო. მანამდე როგორ ვიმედოვნოთ რომ მალე იქნება, თორე ჩვენ ქალაქში გადაადგილება ხო, ძალიან მე მგონი იზრდება. მეც გადაიჭირდება გზები, მაგრამ შეიძლება კი. ჰაერში უკვე კი, 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 ხო. საჰაერო საცობები კი, უკვე. მე მანქანა ჩამოვარდება. მე ხო, დაგეცე. ეგ რისკები რა თქმა უნდა არის. ხო, ანუ შენი ოპტიმისტური აზრით მაინც ამ შეაძლებელია შველა, მაგრამ ამ უკონტროლო მშენებლობებით ხო. კიდევ უფრო რთულდება ეგ კი. სიტუაცია და პირიქით მივდივართ, ხო? კი, საბოლოო აი შენი მერიაში მუშაობის პროცესში მე მგონი მაშინ მუშაობდი კიდევ როცა ეგ პროექტი დამტკიცდა, ხო? როცა ყოველ შემთხვევაში განხილვაში იყო. კი, 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 ოღონდ მე შეხება არ მქონია მაგ ხო და როგორი იყო პირობითად ინჩი და თანამშრომლების დამოკიდებულება თუ შეგილია რომ მე მგონი ამაზე საუბარი ხოლმე მე ვისენოს ხონდა კომუნიკაცია, მე მგონი არავის არ ვხარო და ეგ ამბოვიდა ყველა ძალიან ნეგატიურად ნეგატიურად იყო იყო, ხო? განწყობილი ამ ყველაფრის მიმართ, მაგრამ ნუ ხო, ნუ ხო რა ხო, არ ვიცი, იმედი მაქვს რომ რაღაცა ქართულ პოლიტიკაში ძალიან მალე დაალაგდება რაღაცები ხო. და აქცენტი და ორიენტირი იქნება მოქალაქეებზე და არა რაღაცა კონკრეტულ ერთეული ანუ ბიზნეს ინიციატივებზე, ხო? და რა თქმა უნდა, ბიზნესი და ტექნოლოგიების და ამ სფეროს განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს როცა კლავს სხვა დანარჩენს, ხო? რეალ ბიზნესიც ვერ ვითარდება. ვერ ვითარდება, ხო, ისევ თავის გამო მინიმუმ უნდა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომ ეხა რაღაცა ისეთი არ გააკეთო, რითიც მაგალითად ხვალზე რაღაცები გაფუჭდება. და აქ მინდა კიდე კითხვა, თქვენ როცა კვლევას აკეთებდით და დეითას დაგროვებას, აი ამ ქუჩებთან დაკავშირებით, რომ ითვალისწინებდით იმას, რომ მაგალითად რამდენი წლიან პერსპექტივაში ითვალისწინებდით, რომ მაგალითად 10-15 წელიწადში ეს სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა გაიზრდებოდა თუ არ ან იყო ეგ რაღაც ალგორითმები, რომელიც ამ საშუალებებს ეგ ალგორითმები ყოველთვის გვაქვს და რამდენი წლიანი არის ხოლმე დაახლოებით გაცვლა და გაჩნია იდეაში თვითონ ადგილს.
მაგალითად დატვირთულობის უბნების მიხედვით არის ეგ და ძირითადად ესე წლების მიხედვით არა, უფრო ვაკეთებთ ხოლმე ჩვენ პროცენტულობის მიხედვით რამდენი პროცენტით შეიძლება მოიმატოს დაახლოებით მანქანების მანქანების რაოდენობა, ხო? რაოდენობა. და ასევე თვითონ მოსახლეობის რაოდენობამაც ზრდას, ხო? ზრდას კი. პრინციპი და ჩვენ კვეკულება გვაქვს უფრო მეტად, ხო, მაგრამ სამწუხაროდ, ხო, ხო? ნუ ყოფს ქართველების ნაკლებობის აბალანსებენ კი, კი, უცხოელები, კი. რომელიც ჩემოდიან, ხო? კი, ანუ საბოლოო ჯამში რაღაც ანუ ის დიდი რიცხვი ზარიცვლება, ხო, ხო? დიდად არ იცვლება რა. და იდეაში ეს მოდელირება არის ზუსტად ეგ, რასაც ახლა შენ მელაპარაკებოდი, რომ თან მარტივად კეთდება ყველა აი ამ მონაცემის მიხედვით ეს მოდელირება. და ამ მოდელირებით თან მარტივად შეიძლება შეიცვალოს 1 წლის, 2 წლის, 3 წლის სტატისტიკები ნახო, ხო. ანუ ეს რაღაცა ესე შავი თეთრზე წეროს დაახლოებით რა მოხდება ამ სიტუაციაში და ეს არის უკვე მაკრომოდელირება, რომელიც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს გვიჩვენებს პატარა ქუჩის ცრულების დონეზეც კი მთელ ქალაქში რა შეიძლება მოხდეს. კიდე ერთი წაღან ახსენე შენ ჭკვიანი შუქნიშნები. ხო. ჭკვიანი შუქნიშნაში ალბათ გულისხმობ, რომ თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რომელი ქუჩა არის დატვირთული იმის მიხედვით, თუ AI-ია, ანუ რას გულისხმობს ზუსტად ჭკვიანი შუქნიშნაში. ეს დაახლოებით ისეთი რაღაცა, რომ არის ციკლები გაწერილი, შუქნიშნის ციკლები გაწერილი სხვადასხვა დატვირთულობის მიხედვით. ანუ წინასწარი იწერება მაინც, სხვადასხვა ხო? ანუ ამ ეტაპზე როგორც მუშაობს, მოდი მაგას გეტყვი ჯერ და მე ზოგადად კიდევ უფრო რისი პოტენციალი აქვს ჩვენ ქალაქში ამ smart შუქნიშნებს მაგაზე ვილაპარაკოთ. დღესდღეობით არის ესეთი რაღაც, რომ ოღონდ ამას ადამიანები აკეთებენ ამ ეტაპზე. ნუ ძალიან ცოტა არის უკვე smart შუქნიშნები, მაგრამ მაინც ესე დიდ მასშტაბში რო შევხედოთ, დიდ სურათში მაინც ადამიანები აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ წინასწარ არის ციკლები გაწერილი დღის სხვადასხვა მონაკვეთებზე. ან მაგალითად თუ დიდი ჯანქშენი არის, რომელი მიმართულებით რამდენი ნაკადი მოდის, ან ნაკადის მიმართულებით არის დათვლილი და ისე ცვლიან ციკლებს. შუქნიშნის ციკლებს, აი მაგალითად ხშირად გამიგია, რომ აუ რამდენხნიანი წითელი არის აი აქ და ნუ მე მაფერხებენ, მაგრამ რეალურად დღესდღეობითაც არის ეგრე, რომ ანუ მწვანე კორიდორი ქვია იმას, რომ ანუ ერთი შუქნიშანი მარტო ერთ ადგილს არ აკონტროლებს და საბოლოო ჯამში არის ძალიან ბევრ სხვა შუქნიშანს ერთად დაერთებული და ნიშნავს იმას, რომ შენ აქ რო დგახარ და უშუალოდ სააკაძეს ეს სიტყვაზე, შენ იქ სხვა მიმართულების მანქანებს გზას უთმობ, რომ იქ არ გაიჭედოს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შენ კი შეიძლება მწვანე გქონდეს, მაგრამ იმათ თუ არ მიეცი გზა, მაშინ გაიჭედები რა. და საბოლოო ჯამში ეს მწვანე კორიდორის კონცეფცია რაც არის, ზოგადად ეგ არის ხოლმე, რომ გადაერთებულები არიან ეს შუქნიშნები ერთმანეთთან. შეიძლება არის ხოლმე, რომ 13 წითელი თუ შეგხვდა, მე ყველაზე წითელი კი, აი ზუსტად ეგ არის ხო, ანუ როგორც წითელი კორიდორი ეგრე. როგორ ისე მწვანე, ხო, რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ ნუ რეალურად ეგ არის ხო, რომ ანუ გადაერთებული არიან, ანუ მაგრამ ეს რაღაცა წინასწარ გათვლილი არის, ადამიანი აკონტროლებს ამ ყველაფერს, და ხანდახან არასწორად მუშაობს. სრულიან ხოლმე. ეს გულისხმობ და შეიძლება რომ აი რაღაცა ეხლა ვიღარ ვიხსენებ რომელი ქუჩა არის, მაგრამ რაღაცა კონკრეტულად ჩემს გზაზე ელოდები ძალიან დიდი ხანი და იქიდან რომელიც მეორე მკვეთი ქუჩა რომლიდანაც საერთოდ იშვიათად გამოდის მანქანა საერთოდ რა იმას უფრო დიდი ხანი აქვს კი მწვანე ხო ხო და ეგ რაღაცა პრობლემური ნაწილი არის ხოლმე და რაღაცა სულ ფიქრობდი რომ რატო არ შეიძლება AI იყოს და ეს კონცეფტი ძირითადი ფუნდამენტური იდეა ქონდეს მაგრამ როცა შეამჩნევს აი ვიდეო კამერით რომ აქ დატვირთვა არ არის რასაც სიმქონდად გაათავისუფლებს ქსელი ძალიან საინტერესოა. ეგ არის smart შუქნიშნების მთელი მადლი, რაც ძალიან მინდა რომ იყოს ძალიან ბევრი იყოს თბილისში და არა მარტო თბილისში. და ჯერჯერობით არ არის, ხო, რაც დავიკითხე სტატიები, არის. ცოტა არის, უბრალოდ ზუსტად არ ვიცი, ბოლომდე არის ეს ფუნქციონალი ათვისებული, რომ ყველა კამერამ ესე იმუშაოს, ანუ კამერამ და შუქნიშნებმა ერთად ესე იმუშაონ, თუ არა, იმიტომ რომ ანუ ამ ეტაპზე ხა აღარ მაქვს მან კონტაქტი და ზუსტად ანუ ვერ ვიტყვი ხარ როგორ ხდება, მაგრამ მთელი იდეა მაგ ყველაფრის არის ის, რომ smart შუქნიშნის შემთხვევაში გარდა იმისა, რომ ნაკადებს ითვლის და ნაკადებს ერთმანეთთან არა მარტო კონკრეტული ერთი შუქნიშნის, არამედ მთელი სხვა შუქნიშნების ნაკადებს ითვლის და ის თვითონ AI-ის წყვეტს რა გააკეთოს და რომელ მხარეს მისცეს უფრო დიდი მწვანე. მაგრამ ამას გარდა კიდე ერთი კარგი თვისება რაც აქვს არის ის, რომ ითვლის და უყურებს ქვეითებსაც. ანუ თუ არავინ არ დგას ქვეით დაბლა, არავის ანუ მწვანეს აღარ აუნთებს, მოკლედ ქვეითს.
იქ ძალიან ხო, საინტერესო. ეგ არის აი ხა ძალიან კაი რაღაც. კახეთის საწყისლზე ხშირად გამოდივარ ხოლმე ხო. და იქ არის ისნის ზედა ისნის კი, კი, ნაწილში კი, კი, კი. პოლიციელებით განან ხოლმე და წითელი რო ინთება, მაინც ეუბნებიან რომ კი, გაიარეთ. კი, კი, ეთქვა კი. მან და მაგალითი არ არის, იმიტომ ხო. რომ აი ქვეითი როცა არის კი, ხოლმე რა თქმა უნდა კი. ეხმარებიან ხო. გადასვლაში და მე კი, აი მიგვითთებენ მაგალითად ხოლმე რომ ღამის გაიარეთ, ხო? საათებში არის ძალიან თითქმის თბილისის ძალიან ბევრ ლოკაციას არის იგივე პრობლემა, რომ ანუ არავინ არ არის ქვეითი და მაინც მაინც წითელი ხდება. წითელი ხდება და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი ნელ-ნელა ეჩვევა იმას, რომ წითელზე გაიაროს, ანუ არამედ რომ ისე მე გავივლი, ნუ ხო. რაც არ უნდა იყოს ახლა ეს რაღაც და იდეოლოგია. ღამის 2 საათზე მივდივარ სახლში, თვითონ მანქანებიც არ არიან, კი. ერთი მანქანა დავდივარ სადღაც და ხო. მაინც მიწევს ყოველ წითელზე გაჩერება კი, რა. მე კი, კი არ კი. გავდივარ, იმიტომ ხო. რომ ვიცავ ყველაფერს არა. მაინც არიან ეგეთი მცხოვრებიც, რომლებიც თან რაღაცა აქვს საბაბიც, ხო სათქმელად. ხო, კი რო ანუ აი რომელიც ჩემს არ არის არგუმენტი, ხო, მაგრამ არ მაინც. ჩემთვის, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ესე ხდება და ეხლა რათა ვერ ვიტყვით, რომ აი მე არ გაიერონ წითელზე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ნუ ამ სამყაროში ვცხოვრობთ და ნუ დადი. ან სისტემის ისეთ ყიდულობთ ხოლმე, თუ რა ჩვენ არსებობს იმის რესურსი, რომ ჩვენთან საქართველოში კეთდებოდეს ეგ ყველაფერი. ნუ maintenance-ის ნაწილი საქართველოში კეთდება ხოლმე, მაგრამ თვითონ ეს პროგრამა რაც არის, ეს არის PTV ვისიმი და ვისუმი, რასაც ილიაშიც ვასწავლეთ ახლა უკვე. ახალი პროექტია ეს და ძალიან მიხარია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის ამ ყველაფრით დაინტერესებული. და PTV ვისიმი არის მიკრომოდელირება და ვისუმი არის მაკრომოდელირება. აი ეს სტანდარტია, ხო, ალბათ რაღაცა მსოფლიო ნუ ერთ-ერთი. კიდე აი მსუნი არის, მაგრამ რეალურად ანუ ვისიმის და ვისუმის დადებით თვითსება ის აქვს, რომ Python-დან შეგიძლია რაღაცები წაიღო. ნუ ეს big data-ზე ძალიან კარგად მუშაობს, ანუ არ მუშაობს მხოლოდ ანუ არ ჭამს ასე ვთქვათ მარტო იმ ინფორმაციას, რომელსაც შენ აწვდი კამერებიდან, მაგას შეუძლია თალკე GPS-ებიდან, მანქანის GPS-ებიდან წაიღოს ინფორმაცია და ნუ ყველაფრის გადახარშვა შეუძლია და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ გაძლევს მონაცემებს წლების მიხედვით. ასევე მაგალითად, აი წერეთლის შემთხვევაში მე არ მუშაობდი წერეთლის ქუჩაზე, მაგრამ მაგალითს მოვიყვან, რომ წერეთლის გადაკეტვის შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება იმის ნახვა, წერეთელი რო გადაიკეტოს, რა მოხდება დანარჩენ ქუჩებზე. მთელი თბილისის მასშტაბით. ოღონდ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მონაცემები იყოს შეყვანილი. რაც ძალიან რთული არის რაღაც მხრივ, იმიტომ რომ ყველგან არ არის ჯერთი კამერები, ყველგან არ არის ანუ ეს ინფორმაციის მიღება ჯერ ბოლომდე არ გვაქვს საქართველოში ესე კარგად მორგებული, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი პრობლემა რაც მე შემხვედრე ამ მუშაობაზე, ამ პროგრამთან მუშაობასთან დაკავშირებით იყო ის, რომ ვერ ვიღებდით ამ ინფორმაციას ბოლომდე. ანუ არის სოფტი, რომელიც კარგად მუშაობს, არის ქუჩა, რომელიც ვიცი რომ გადაიკეტება, მაქვს ძალიან ბევრი მონაცემები, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა მონაცემები არ მაქვს. მონაცემები უნდა იყოს ასევე იმის თუ რომელ ქუჩაზე რამდენი ადამიანი ცხოვრობს, იმათი მიზიდულობის წერტილები და ასევე განზრახვის წერტილები. და ანუ ძალიან უდიდესი დატა არის, რომელიც სამწუხაროდ ნახშირად არ აპდეიტდება ხოლმე და ძალიან საჭიროა. მათ შორის აი Google-ის კი, გზები და ხო, აი Google-ის გზები, აი ძალიან პრობლემა არის და ეხლა კიდე მინდა ის თქვა, რომ აი მათ შორის როცა ხდება ხოლმე გზის განახლებითი სამუშაოები, ხო? ანუ სხვა ტიპის სამუშაოები, რომელიც საგზაო ნაწილში იმართება ხოლმე, იქიც მგონია, რომ ეგიც კიდე ერთ-ერთი ფაქტორი არის, რომელსაც ოფსიწვევს. ეხლა მე აი East Point-ის ნაწილში რაღაც ერთი ისეთია რა, გზაჯვარედინი, საიდანაც შეგიძლია რომ ავტობანზე დაბრუნდე და დავუერთდე რა. ეგ ნაწილი ზუსტად 3 თვის განმავლობაში, სულ 150 მეტრი იქნება რა. 3 თვის განმავლობაში გადაკეტილია რა, საერთოდ რა. და რეაბილიტაციის პერიოდია. ანუ აქ არის 3 თვეზე. საუბარი და მე ახლა ყველას გვინახია რა თქმა უნდა ვიდეოები ჩინეთში, იაპონიაში, ამერიკაში, სადაც რაღაცა ძალიან ისე სინქრონულად, ძალიან საინტერესო და სწრაფად მუშაობენ. მე მგონია რომ საქართველოში არის უკვე ისეთი ცოდნა რომ ეგეთი რაღაცა შეძლო. ტექნიკურადაც კი. ხო და ანუ რატო არ ხდება ეგეთი რაღაცები რომ რაღაცა პრობლემა როცა არის სწრაფად გააკეთონ და რატო არ ხომ ეს დროში გაწერილი, ну რა თქმა უნდა იქ ვიცი რომ ტენდერები რაღაცები იწელება, ერთი კომპანია რაღაცა საკეთებს, მეორე კომპანია სხვა რაღაცას და დროში რაღაცები. ანუ საბოლოო ჯამში ხდება ეგ რომ ანუ რეალურად როგორი კარგი პროექტიც არ უნდა იყოს გზის ან არ აქვს მნიშვნელობა. ესე საბოლოო ჯამში მიდიხარ იქამდე რომ ანუ კონტრაქტორებმა უნდა იმუშაონ სწორად და კონტრაქტორები უნდა იყვნენ კეთილსინდისიერები და პლუს ამას ანუ არ ვიცი როგორ თქვა, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში გამდის ხოლმე ისე რომ
თუ იმან იცის რომ თუ არ გააკეთა, ანუ არც ხო არ იქნება ისეთი ვინც გააკეთებს მოკლედ რა. ხო, ანუ რაღაცა ერთეული კომპანიები არიან, ძალიან ცოტა კონკრეტული კომპანია არის, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს სამწუხაროდ და იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი გამოცდილება არის საჭირო და წლების გამოცდილება არის საჭირო. ვერც მარტივად ვერ შედიან კონკურენციაში და ანუ ეს უნარიანი ის ნაკლებად არის რა. ხო. და ანუ ხო. ტენდერიც არ თვალისწინებს, რომ ისეთ დამწყებს მიცემს. ხო, ანუ ფიზიკურად ვერ მისცემს თან დამწყებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კრიტერიუმია, კრიტერიუმია, რომელიც ხო, თავისთავად კი. ხო, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც ადამიანების სიცოცხლეზე მიდის საქმე, იმიტომ რომ ანუ რა ის არის აქ თუ ამ პირობებში უწევთ მუშაობა, ნიშნავს რომ ისინი გამოცდილებას ვერ ააგროვებენ, იმიტომ რომ ვერ იქ თუ პატარა პროექტებზე მაინც აქვს. პატარა პროექტებზე აქვს ფლიპი, მაგრამ ახლა დიდ მაგისტრალებში და კონტრაქტორი კომპანიების, კი, ან კონტრაქტორი კომპანიის გამოცდილებაც ნელ-ნელა მერე იზრდება, ხო, ახლა ზუსტად. მაინც ეს დროში გაწევლილი პროცესი არის, სხვა ვერ საბოლოო ჯამში რა რითიც შეუძლიათ რომ რაღაც მართონ ეს არის ის რომ უბრალოდ ძალიან დიდ ჯარიმებს უწევენ ხოლმე და რაღაც ეს ჯარიმებით ცდილობენ რომ რაღაცნაირად დააჩქარონ ეს პროცესი, მაგრამ რაღაც ალბათ ხო რაღაც KPI-ები და ოკეი. ხო, ამ დროის განმავლობაში რაღაც პროექტებს შევეხეთ ჩვენ და ჯამურ სისტემაზე და მის მნიშვნელობაზე. და ალბათ ეს ყველაფერი ერთად Excel-ში ჩაირთვება, უფრო სინქრონულად ამუშავდება ყველაფერი, მათ შორის GPS-ები ახსენეთ რა. ეგ GPS-ების სისტემა რანაირად მოაქვთ? ანუ საქართველოშიც მანქანა არის ავტომატურად. ეხა თუ უბრალოდ საზოგადო ტრანსპორტზე აქვს საუბარი. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ეხაც არის ეს GPS სისტემა დამაგრებული და ანუ ეს data იქიდაც შეაქვს და დადებითი არის ეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში ხა ყველა მისით რომ 700.000 მანქანა არის თბილისში და სატრანსპორტო მომენტიდან ძალიან ცოტა საჭიროა ჯამურად ყველა მანქანა ითრეხებოდეს, რომ ეს მონაცემი უფრო ზუსტი იყოს. არის ეგ ანუ ეგ პრაქტიკაც არის უბრალოდ მახსოვს ახლა რომ ქალაქში, მაგრამ ანუ არის ეგ პრაქტიკაც და ძალიან საინტერესოა, მათ მერე იმ მძღოლებს აქვს რაღაცა ბენეფიტები, ვინც თავის GPS უზიარებს, იმათ რაღაცა ბენეფიტები აქვთ ხოლმე და ნუ რაღაცა იმიტომ რომ ხოლმე პირადი რაღაცა ის არის, ხო? და ნუ თავისთავად მძღოლი თან ხვდება იმას რომ ნუ რაღაცა მოდი დამტრეკე, მაგრამ იცი რა არის სამაგეროდ მე სიტყვაზე ძალიან ისე ვამბობ რაღაცა 5% დამაკლდება ჯარიმას, სიტყვაზე ვამბობ რაღაცა. ან პირობითად კომუნალური გადასახადზე, ხო? გერმანიაში ძალიან კაი кейსებია მაგაზე რა, თუ რაღაცა გამწვანება გაქვს რაღაც ის გაქვს, ეს გაქვს, ეს გაქვს. გეიმიფიკაციაც შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცის და მაგაზე მქონდა ესე პროექტები იდეურად, მაგრამ საბოლოო ჯამში არ განხორციელდა და მე არ განხორციელდა, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა არ არის მზად ეგეთი რაღაცეებისთვის და მე მგონი უფრო ის რომ საჯარო სტრუქტურაში მიემხებლობა არ არის ამ ყველაფრის. და რაღაცა შაბლონური ხედვა, ხო, მაინც რაც იყო რაღაც 20 წლის წინ. ოდნავ განვითარდა, მაგრამ მაინც იგივე იმას მიყვებიან სტანდარტებს. აი მაგალითად ერთი მაგალითი იყო ესეთი რომ გვირაბში ერთ-ერთი გვირაბი იყო შავი წერტილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი ავარია ხდებოდა და უმეტესად ლეტალურად ფარდებოდა ეს შემთხვევები და მან დააყენეს კამერა. და ამ კამერის დაყენების მერე მართლა შემცირდა მან ავარიების რაოდენობა და დაღუპული ადამიანების რაოდენობაც, მაგრამ აქ სამწუხარო ის იყო, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ვერ გაიგო, რომ აი ამან ესეთი კარგი შედეგი გამოიღო. ანუ ისიც ძალიან ანუ კომუნიკაციის სტილიც შესაძლებელი აქვს ჩემი აზრით. მე ძალიან მოხარული ვიქნები, რომ თბილისის არც ერთი წერტილი და უბანი არ იყოს, მათ შორის არასაგზაოც, ჩიხები და ახსები, სადაც კამერა არ იქნება. ყველგან აუცილებელი რომ იყოს, იმიტომ რომ გარდა საგზაოსი, სხვა ტიპის დანაშაულებისთვისაც ძალიან მარტივია და რა ვიცი, ანუ პრევენცია შეიძლება ესეთი პირდაპირი არ არის, მაგრამ მინიმუმ პრევენცია იქნება, რომ გამოძიებული საქმეების რაოდენობა რო გაიზრდება, სხვა ადამიანი ცოტა მოერიდება დანაშაულ ჩადებას. ნებისმიერ მაშინ გამოსავალეს ის არის, რომ ყველა კამერა რაც კი რამე არის საერთოდ, ყველა კამერა დაკავშირებული იყოს ერთ სისტემასთან და ხდომა იყოს და მე მან კიდეც ძალიან ბევრი ის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ახლა რა ვიცი, ბოლო წლებში განსაკუთრებით შემოვიდა ეს AI. მანამდეც პრინციპში ხა ეგეთი ტიპის სამუშაოების ნაწილობრივ იყენებდნენ მანქანური დასწავლის სხვა ტიპის, მაგრამ ეხლა ალბათ უფრო ხელმისაწვდომობა და ეს რაღაცა პროექტების რაოდენობაც ახალია და ნუ რაღაცა იმდენად ცოტა გამოცდილება არის მაგის და ჯერჯერობით მაინც უფრო ცოტა რაღაც იმის ლეველზე არის, რომ ანუ აი რაღაცა ეს ფილმებში რო გვაქვს ნანახი რაღაცა მაგ ლეველზე არის ისევ და ანუ 1-2 პოსტი თუ გვაქვს წაკითხული, არ ნიშნავს იმას, რომ დანერგილი არის ეს ყველაფერი და ანუ ალბათ 1-5-10 წელი მაინც საჭირო არის, თუნდაც იმისთვის, რომ ანუ ცალკე დაინერგოს სწორად ეს ყველაფერი, მერე ცალკე ტანდერები, მერე ცალკე ინტეგრირება და ნუ ძალიან და თელი სისტემა მოკლედ აეწყოს ამ ყველაფერს.
ოკეი, აი შენ რა პროექტებზეც მუშაობდი, აი შენთვის ყველაზე საინტერესო რა არის, იმიტომ რომ რაღაცები ახსენე, რაზეც შენ არ ხო. გიმუშავია რაღაცა. აი შენ რაც გიმუშავია იმ პროექტებიდან ყველაზე მ, მეტად რას გამოყოფდი და რატო? ეგეც ერთი მაინტერესებს. მელიქიშვილი და სულს მიყვარს. უწონებს ხალხი რა ხო. ყველა ქუჩაზე რაც გაკეთდა. ერთი მელიქიშვილი მიყვარს ძალიან, იმიტომ რომ მან თავდნეკით ამ პერიოდამდე ხო, მიწუწუნებდა. მელიქიშვილი ძალიან მომწონს მე, იმიტომ რომ ის არის ავტობუსის მისაწვდომობა არის ასევე ხო. ძალიან კარგი, იმიტომ რომ ანუ მან რეალურად მაგ გათგალს შეერთავდი, იმიტომ რომ ადრე მანდ ახლოს მუშაობდი და ფიზიკურად ვერ გადადიოდი ზემოდან. ანუ მიწისქვეშაში უნდა ჩასულიყავი და მანდ მარტო ისეთი ადამიანები ხო არ არის, ვინც ორ ფეხზე დადის, ანუ აქ ადამიანი არის. სტამბასთან არის საუბარი თუ მე არა, მე მელიქიშვილის აა ფილარმონიასთან, ხო, ფილარმონიის ხო, წინ ამ არის. სტამბის ხო, იქით ხო, ხო, რომ სტამბამდე. გზელდება. ხო, ანუ მე პირიქით უყურებ. ოკეი, ხო, ხო. ოკეი. მე ახედავ ვარ. ოკეი. მე კიდევ მიწევს ხო მე ამოსტა ძირითადად. ოკეი. ხო, ეგ ადგილია. და ანუ მან ანუ რეალურად ყოველთვის გვაუწყდება ხოლმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები. და არა მარტო ეგ, ანუ ადამიანი ბავშვი ყავს და უნდა რომ გადავიდეს თავისი ეტლით. და ფიზიკურად ვერ გადადიოდა, უნდა ჩასულიყავი ქვემოთ, რაღაც ჰადისთან ჩახვიდოდი, გაივლიდით სერვერს და ასე შემდეგ და ანუ გადახვიდოდი მეორე მხარეს და ანუ რაღაცა 9 და 9 ხოლმე და გადაგელახა და საბოლოო ჯამში ახლა დღეს არის ის, რომ მას პირდაპირ შუქნის შანსზე ჩერდები, გადადიხარ და მორჩა. ანუ ერთ-ერთი ჩემთვის ძალიან საყვარელი ლოკაცია არის ეგ და ნუ მეორე ამირეჯიბის ნაწილი და თამარაშვილის კვეთა, რომელიც იყო წრე და ეხლა შუქნიშნით არის და ძალიან ხშირად ბევრი ადამიანისგან გამიგრა რომ შუქნიშანი რა ცუდია და ასე შემდეგ რა. ნუ რაღაც მხრივ ვეთანხმები რომ ანუ მე რო ეხლა მანქანაში ვსივარ ცუდი არის, მაგრამ ყოველთვის გვიწყდება ხოლმე ის რომ ქალაქი არ არის მარტო იმ ადამიანებისთვის, ვინც მანქანაში ის და ანუ მაგის გარდა კიდე ბევრი ადამიანი არის, ვინც უბრალოდ ან სატრანსპორტით დადის, ან ქვეითია. და ეს ნაწილი ძალიან მომეწონა, ანუ ეს პროექტი იმიტომ მიყვარს ძალიან, რომ ძალიან დიდი ნაკადი იყო, რომელიც დაურეგულირებელი ნაკადი იყო. შეიძლება ცოტა ყოფილიყო, მაგრამ დროდესაც დაურეგულირებელი არის ნაკადი, უკვე უმართავი ხდება და უკვე იწვევს საძობს. არ არსებობს კარგი ერთი ქუჩა რეალურად, ანუ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი კარგი ქუჩა არ არსებობს. იმიტომ რომ ერთ კარგ ქუჩაზე თუ გაივლი და სხვაგანსაც გაიჭედები, არ ნიშნავს, რომ სწორი ქუჩა და კარგად არის გაკეთებული და ამ ნაწილმა ანუ ურთიერთქმედებაში უნდა იყოს და ერთიანი ხედვა უნდა იყოს, ხო? უნდა იყოს, ანუ ამ შემთხვევაში ამან გვიჩვენა ის, რომ რეალურად ანუ აქ შუქნიშანმა გაამართლა და აღარც დაურეგულირებელი ნაკადი აღარ არის და უკვე ტყუილად გზის გავლად და რაღაც იმ საცობის შექმნა აღარ უწევს ხალხს. ხო, ეხლა ორი რაღაც მაინტერესებს. ერთი რომ მიწის ზედა და მიწის ქვედა განსასვლელებზე ისაუბრე. ზედაზე გულისხმობ აი ეს განსასვლელი იყო ხოლმე სპეციალურად აშენებული. ხო. და თბილისის მერის ერთ-ერთი მიდგომა იყო, რომ ეგენი უქმდებოდა მეტწილად, ხო და იყო ტრასის პირა გასასვლელებზე აქცენტი. მათ შორის იყო აი რამდენიმე кейსი კახეთის გზატკეცილზე რა, რომ იქ თითქმის მოხსნეს ეგ მიწის ზედა გასასვლელები და ეხა სულ 2-3 წერტილე სადაც გაასვლა შეიძლება და ხალხი გადარბის და ეხას რამდენიმე კვირში იყო რაღაც საგზაო შემთხვევა, სადაც ადამიანი სამწუხაროდ დაიღუპა რა. ეგ ნაწილი, ანუ ნახე, რანაირად ითვალისწინებდნენ მაგას, რომ მანდ რადგანაც კახეთის გაწილსისე ყოველ 10 მეტრში შეიძლება ვერ გაკეთო შუქნიშანი. ხო და ხوار ჯობდა რომ რაღაცა დატოვებულიყო, როგორ დაიგეგმა მაგ ნაწილში თუ მაგ მიმართულებით მე არ ვიმუშავე, მაგრამ ზოგადად რა მიმართულებით ხდება აქ დალაგება მაგ ნაწილის შემიძლია მაგაზე ვილაპარაკო. ხო, იმიტომ რომ ქალაქის ცენტრში ხა მიწის ზედა გასასვლელები, ანუ აზრი არის. ხო, აზრი აქვს და მე მეორე მხრივ ფუნქციაც არ აქვს და არც სწორი არ არის, იმიტომ რომ ანუ იერსახეს დამახინჯებს, ტყუილი ის არის. არა, მაგის გარდა იერსახეს გარდა მისაწვდომობა არ გაქვს რეალურად, ანუ ეს კიბე, მაგრამ სინამდვილეში მისაწვდომობის ქონა არ ნიშნავს მაგას თუ მიუყვებით იმას, რომ smart cities კონცეფციას თუ მიუყვებით, გამოდის რომ ეგ მისაწვდომობა არ არის, იმიტომ რომ ყველა იერარქიის ყველა დონეზე უნდა იყოს მორგებული ეს. კი ბატონო. და მთავარი იდეა მანდ იყო ის, რომ როგორც მიწის ქვედა გადასასვლელი არ არის მორგებული ყველა ადამიანისთვის, ასევე მიწის ზედა გადასასვლელი არ იყო კარგი მისაწვდომობისთვის და ამ იდეით მოხსნეს ეს გადასასვლელებიც, მაგრამ ჩემი მკრძალებული აზრით, ძალიან კარგია იქნებოდა, რომ ესეთ ადგილებში, ძალიან ბევრ ქვეყანაში არის ის, რომ მიწის ზედა გადასასვლელი არის და იმ ადამიანებისთვის, ვინც დაუშვათ ანუ შეშემოპირია, ანუ როლ კეარგივერები არიან, უნდა ყოფილიყო ლიფტი, რომელიც ახვალ და მე ხო, ანუ ეგ ლიფტები რაღაც ერთიურში მახსოვს რაღაცა, ხო. მაგრამ კონკრეტულად მაგ გზატკეცილზე, ეგ გზატკეცილი მაინც სხვა დანიშნულება აქვს, სხვანაირი ტევადობის და გამავლობის გზა არის, კი, რა თქმა უნდა, ხო. სხვანაირი ანუ მე იმას გულისხმობ, რომ
ნუ ანუ მან ყველა ქუჩას ერთნაირად ხო, ვერ უყურებ, ვერ შეხედა. თავისთავად, ხო. თავისი ის აქვს საჭიროება და კი, რაღაცა, ხო? ანუ აი ერთმანეთის გვერდით ორ ქუჩასაც კი საერთოდ სხვადასხვა შეხედულება და სხვადასხვა ხედვის სტილი ჭირდება. როცა რაღაცა მოდელირებაზე როცა მუშაობთ აჰა. მაგალითად, ანუ შეიძლება ფიქრობდე რომ აი მაგალითად ეხა ვაჟა და ყაზბეგი გავს ერთმანეთს, მაგრამ ანუ ეს ემოდა რომ დახედავან რომ გაიფიქრებ, მაგრამ სიმდროში საერთოდ სხვადასხვა რაღაცა ვაჟაზე ხდება. იქმნება შუაში ბასლანის გაკეთება? არ ვიცი. იცით, შუაში ბასლანის გაკეთება არ ზოგადად ვიცი. რამდენად შეგვიძლია ჭკვიანური იყო ეგ მაგას ვერ რა ხვდები რა. რატო კეთდება შუაში ხო, ბასლაინები? ეგ ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ მარჯვნივ რო ყოფილიყო, ხო, პირობითად ორი გამავალი გზა დარჩებოდა და ეხა მაგალითად აი ან მე გაჩერება რო ხო, გინდეს და მსგავრი საყვანა ან ჩაყვანა. ხო. ანუ ჩერდები შუა ქუჩაში, მარჯვნივ მმ. ბასლაინი გაქვს, ან მარცხნივ მმ. ბასლაინი გაქვს და ფაქტობრივად ანუ გირთულებს რა იმ გზავრის ნაწილის ხო, აყვანას, ჩაყვანას, მათ შორის რომ მანქანა გაგიფუჭდა. პირობითად, მთელი ქუჩას კეტავ, ხო? ეგ ნაწილიც არის და აი მათ შორის ჭავჭავაძეზე რო ყოფილიყო მარჯვენა ზოლში, ჭავჭავაძეს მარჯვენა ზოლში ორივე მხარეს ორ-ორი ზოლი რჩებოდა სამანქანო. ანუ მინიმუმ ალტერნატივა იყო რომ ერთი ზოლი თუ ერთი ზოლი დაიტვირთა, მეორე ზოლში შეიძლებოდა რომ გავლილიყო ხო. რა. აი რაღაც ამ არგუმენტებზე ვლაგდებოდი ხოლმე და ბოლომდე მაინც ვერ გავედი რა და თუ დამაკვალინებდა კი, კი, ხმარები. მოგიყვები ყველაფერს. მან თავარი იდეა არის ის, რომ ძალიან ბევრი შემავალი და გამავალი ქუჩა არის ჭავჭავაძეზე. და ფიზიკურად ვერ დაალაგდებოდა ისე, რომ აი სხვანაირად ჩამხოებს ჩამხობები და ძირითადად ყველგან აი წერტილის შემთხვევაშიც იგივე პრობლემა იყო და იგივე სოლუშენი ერთ ახლობით მანდაც დადებული, რომ გამავალი და შემავალი ქუჩები, რომლებიც არის, მანდ თუ ბასლაინი იქნებოდა, მაგ შემთხვევაში ბასლაინის არსებობასაც არ აქვს აზრი, სულ იმიტომ რომ ჩერდება, ხო? სულ ჩერდება და შენ რა მაგალითიც მომიყვანე, სანამ დავიწყებდით ამ ყველაფერს, იგივე პრობლემა იქნებოდა მოკლედ მთლიანად და იმ მანქანებს, რომლებიც ან გამოდიან, ან შედიან, საბოლოო ჯამში ქუჩას უარესად გადაკეტავდა, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში. ოკეი. აჰა. ნახან ესე სიმულაციებშიც ასე გამოჩნდა. კი, 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 კი. ეხა ცოტა უფრო მშვიდად ვარ. ხო. და ერთი კითხვა კიდე უფრო ისეთი რა, რომ აი წეგან ახსენე კამერის დაყენებამ როგორ რაღაცა პრევენციასავით გააკეთა რაღაცებზე რა. მე ძალიან უფრო მაბრაზებს ხოლმე ის ფაქტი, რომ აი თუნდაც სასოფშიო დგავართ 10 კაცი არიან ერთეულები, რომლებიც ესე პირდაპირ გააჭრიან ხო. ხოლმე რა. და რაღაც ბევრი ქუჩაა, რომელსაც ჯარიმა საერთოდ არ არის. ზოგადად მაგის მომხრეც ვარ, რომ ბევრ ქუჩაზე უფრო მეტი ვიდეო კამერა იყოს, რომელიც ჯარიმას წერს. იმის გამო, რომ ეს რაღაცეები დაარეგულიროს, რომ მეც კი მოვექცევი ამ ყველაფერს, მაგრამ ხა ვიცავ ამ წესებს კი, მე კი, და კი, მესმის. საცობში შესაბამისად ვდგავარ, როგორც წესია, კი, კი, ხო? კი. ბასლაინზე არ გადადიხარ. ბასლაინზე არ გადავდივარ, ხო? და ბასლაინზე გადასვლა არ არის მხოლოდ მარტო ხო, პრობლემა რა, აქ ბევრი რაღაც კი, არის, კი, რომ მაგალითად რატომღაც მოუნდებათ ხოლმე შუა ქუჩაში თავისი სპორტული ჟინის გამოვლენა, ხო, კი, კი, კი. რომელიც ნამდვილად ქალაქი არ არის მაგისთვის. და რაღაც მომენტში როცა კაი იქნებოდა რომ იქ პოლიცია ყოფილიყო, იქ არასდროს არ არის პოლიცია და ძალიან ისეთ მანევრებები მეც პირადად ჩემს რა ყოფილი ვარ, რომლებიც მე ძალიან ცუდად თავდება ხოლმე. შეიძლება ცუდად არ მთავრდება, იმიტომ რომ სხვა რაღაცების ხარჯზე, მაგრამ აი ამ მომენტში ალბათ იქნებოდა ეგ კამერების პრევენცია, ხო? კი, ხოთა შორის ძალიან ბევრ ადგილას მოაგვარა მაგან. არ მახსოვს ადრე იყო მგონი პეკინზე მსგავსი შემთხვევა, რაც შენ თქვი, ხო ღამის საათებში რამდენიმე გადაწყვეტა ანუ ეს სპორტული ჟინის გამოვლენა და მე ნუ მთელ Facebook-ში და Facebook-ზე ანუ ეგ ეს იყო რომ ანუ აი ნახეთ რა საკეთებენ და ანუ არავინ პასპორტს გამცემი არ არის. მაგრამ რეალურად მაგ ეგ კონკრეტული შემთხვევა და აჯარიმის კიდევაც გარდა იმისა რომ სიჩქარის დარღვევისთვის ასევე ხმაურისთვის და ანუ უბრალოდ არ ჩანს ხოლმე რომ ჯარიმდებიან. კი ანუ სადაც არის კამერა, იდეა ჯარიმდებიან, მაგრამ მე მომხრე ვარ იმის რომ უფრო მეტ ადგილას იყოს მსგავსი კამერა როგორც შემთხვევა ვიღაცებს ეკრემათ იმის აქ ვარ აი სად არის ადამიანის თავისუფლება და რაღაცეები, რა თქმა უნდა იქ ცალკე თემაა, მაგრამ მე მგონია რომ დროებით ესეთი ტიპის პრევენცია რომ ჩვენ ჩამოგვიყალიბდეს რაღაც ქცევა, აი საგზაო, იმიტომ რომ მე მგონია რომ საგზაო მოძრაობის ქცევა და კულტურა აქ გვაქვს და იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროს არანაირი რეგულაცია არ იყო და თავისუფალი გზები და ვისაც როგორ უნდა ისე გადაუხადო. მანქანებიც არ იყო რეალურად 3 წლის წინაც კი იმდენი რამდენიც დღეს. კი, ეს ყოველწლიურად იზრდება, ძალიან დიდ რიცხვებთან არის, როგორც მახსოვს სტატისტიკა. ხო და ეს რაღაცები ის რო არ გავლენა რო არ ყოფილა და მათ შორის საგზაო მოძრაობის გამოცდას რო ეს მართვის მოწმობის გამოცდას რო აბარებდნენ, იქ ხომ რაღაცა ხუთი რაღაცა კონკრეტული ტასკი რო შეაყენე, გამოაყენე, სადღაც დაატრიალე, გზაგი გაიარე და ხო ესეც იყო ერთ-ერთი თემა, რომ ადამიანები
ფაქტობრივად როცა უკვე საჭეს ან ჯდებოდნენ ქალაქში გამოდიოდნენ, მაგ მომენტში იწყებდნენ სწავლას რეალურად, კი, ხო? კი, იმიტომ რომ კი, კი. მანამდე სადაც ინსტრუქტორთან გავლილი ტესტი ხო. კონკრეტულ სივრცეში, ეგ არ გეხმარება კი. იმაში, რომ შენ საგზაო მოძრაობის წესები დაიცვა, მათ შორის მიმავალ მანქანაში, თან გაითვალისწინო ყველა სხვა მძღოლი, რა კი, კი, კი. მოქმედებას ჩაიდენს და მე რაღაცა ის ხო ხდება ძალიან რთული. ეხლა ძალიან კაია რომ ეს ყველაფერი გამოსწორდა და ესეც კი, იქნება ნელ-ნელა ალბათ, რომ ნელ-ნელა ნელ-ნელა ეს ამოიცვლება ეს ხალხი, ეს გამოცდილებას რა ქვია, მეტნაკლებად ასე ვთქვათ. დაიგროვე. ხო, დაგროვდება, რომ ხო, რაღაცა სამოგზაო მოძრაობის ქცევა არის ესეთი პირობითად რა. ხო. იმიტომ რომ ადრე უფრო მეტად მახსოვს უფრო აი ჩემს ბავშვობაში, აი ეს უწყვეტი სიგნალები, რაღაცა უფრო კი, კი, კი. გაბრაზებები, გადაკვრა, ანუ უფრო აგრესიული ხო. რაღაცები იყო. ეხლა ნაკლებად ხდება საბედნიეროდ. არ ვიცი იმის ბრალია რომ ბევრი მანქანაა და ნაკლებად ვაწყლები მაგ ამბავს, მაგრამ ეხლა უფრო ნაკლებად ხდება ხოლმე ეს რაღაცა ნელ-ნელა აგრესიული მანევრები ყოველ შემთხვევაში, რაღაც გაბრაზებები, გამოკიდებები მანქანით და რაღაცა. იცი რა არის, იმდენად ბევრი სასობია, რომ ფიზიკურად ფიზიკურად არ არის, არის ხო? ადგილი, რომ სადღაცას გაეკიდო. ხო. მაგრამ ხო, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწავლობს ხალხი მართლა რაღაცა საგზაო მოძრაობის წესებს და კანონებს. ეხლა აი წავ ბოლო ნაწილი ამაზე მე განათლების ნაწილზე მინდა ხო. შევეხოთ რა, იმიტომ რომ მაინც ეს საგზაო მოძრაობა და მართვის მოძრაობაც განათლების ნაწილია და ქცევის ჩამოყალიბების და შენ ახსენე საქალაქო ინჟინერიის სწავლება ხა ილიაშიც ილიაშიც სწავლება მე არ ვიცოდი და ხო. ძალიან მიხარია რომ ეგეთი კი, რაღაცა ჯერ მე მგონი პირველი წელია რაც პირველი წელია ხო და ბევრი არის დაინტერესებული ეგეც ახსენე და ზოგადად ამ როლზეც მითხარი რა იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში ხა ბევრი ისეთი მიმართულება თუნდაც აი თბილისის მერიაში ისი კვალიფიკაციებით საჭიროა ხოლმე და მე რაც ვიცი აი წინა წლებში განსაკუთრებით სხვა ქვეყნებიდან ჩამოყავდათ ხოლმე შესაბამისი ექსპერტები და კი, ამავდროულად მეც უმეტესად მთელი ჩემი 5 წლის მანძილზე მერიაში რაც ვიყავი, უმეტესად სულ სხვადასხვა ქვეყნის კონსულტანტებთან მქონდა ხოლმე შეხება და ნუ ერთ-ერთი ბოლოს გერმანელი კონსულტანტი ყავდა, რომელიც ანუ წლების მანძილზე ჩვენთან ინტეგრირებული იყო და ჩვენთან ერთად მუშაობდა ყველა პროექტზე თითქმის. ხო აი ეს და ძალიან ასევე საინტერესოა ხშირად გვქონდა რაღაც სხვადასხვა ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებში და ნუ იმათ მაგალითებსაც სწავლობდით ხოლმე რა. ხო ეს ძალიან საინტერესოა ძალიან კარგია უცხოური გამოცდილებების გაზიარება ამ ყველაფერში მაგრამ პრობლემაც ხო არის ზოგადად კვალიფიკაციური კადრის საქართველოში პოვნა ზოგადად მიმართულები ახლა არ იყო ეს რაღაც ახსენე რომ არ იყო და ეხა გაჩნდა რაღაცეებსა რა ძალიან დიდი პრობლემაა იმიტომ რომ რეალურად საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანი მეგულება ვინც ამ მიმართულებით მუშაობს ამ მიმართულებით განათლება და ცოდნა აქვს დაგროვებული და კიდე მეორე პრობლემა არის ის რომ ეს კადრი შეინარჩუნოს საქართველოში და საჯარო სამსახურში იქიდან გამომდინარე რომ ყველამ ვიცით საჯარო სამსახურში ცოტა ანაზღაურება როგორი სტრუქტურაა და როგორი სისტემა მუშაობს და ბიუროკრატიას რო გაუძლო, შესაბამისი ანაზღაურება დაფასება რაღაცები არის საჭირო და ეგ სულ არ გაქვს მე ისევ გიწევს რომ გერმანიაში წახვიდე და იქ ვერათ იმის მიხედვით რომ გერმანიაც არ არის ხო ნაკლებად ბიუროკრატიული დრეზდენის უნივერსიტეტს უყურებ ესე რომ რაღაცა ხوارწავით ეკითხა და ასე რომ ხო ანუ სამწუხაროდ ეგრეა რომ რაღაც აქ არ გვაქვს მაგის დიდი გამოცდილება რომ ესეთი კადრები შევნარჩუნოთ, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან ბევრი პროექტი არის, რომლებიც ეს თავიდან ბოლომდე არის რაღაც ენთუზიასტ ხალხზე. ძირითადად მე მგონი ჩვენ ქვეყანა დგას მაგ ხალხს. მეც ეგრე მგონია, რა ჩვენ ქვეყანა მაგ ხალხს. ყველა სამსახურში არის ვიღაცა ენთუზიასტი, რომელიც თავის საქმეს მაგრად აკეთებს და 10-20 კაცის საქმეს აკეთებს, ხო. და მადლობა ყველა ეგეთ ადამიანს პირდაპირ მინდა მადლობა. და გქონდა ხოლმე ესეთი პრაქტიკები სკოლებში შევდიოდით და სკოლებში გქონდა ესეთი ანუ საგზაო მოძრაობის კულტურას ვაცნობდით პატარა ბავშვებს. და ანუ ეს ბავშვები იყვნენ ნებისმიერი ასაკის რა, ნუ პატარა კლასებში შევდიოდით და ცოტა დიდ კლასებშიც, რომლებიც უკვე რაღაცა ჩვენი წევრები არიან უკვე რაღაც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან. და სხვათა შორის ძალიან ბევრ ადამიანს ქონდა არასწორი ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ მე მგონია რომ ხალხმა იცის საგზაო მოძრაობის წესები და კანონები, აღმოჩნდება რომ ჩემი ბაბლის გარშემო თურმე ძალიან ბევრი არის ვინც არ იცის და საერთოდ სხვა განვართ. ხო, ბაბლები ძალიან გყავს. მეც გონია ხოლმე რომ რაღაცა ის აყვავებულ ქვეყანაში ცხოვრობს. კი, მეც მე უცებ რაღაც ვარდისფერს ათორეს მოვიხსნე ხოლმე, ორანჟის ფერს და მოვიხსნე ხოლმე. და ეს განათლების თემა რა თემაზეც არ უნდა ვილაპარაკო, აქტუალურია, იმიტომ რომ ამის გარეშე მე მგონი არაფერი გამოვა. და აი ბოლოს მინდა რომ გერმანიის ნაწილზე ახლა გერმანია ვახსენეთ. იქ არის ავტობანები, სადაც ლიმიტი არ არის. და ჩვენთან სუწუწუნებენ, რომ ჩვენ ავტობანი გვაქვს რაღაცა 80 კმ/სთ-ით, აი ეხლა იქ ახალი გზები რო გაიხსნა, ატონაია რომ ავტობანზე 80 კმ/სთ. ან 100 არის, მე მგონი არაშვებული, ხო? რაშია პრობლემა? იცი რა არის, ძირითადად პრობლემა არის ის, რომ ჩვენი
ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა პირველ ხო. რიგში და მეორე თვითონ იმ საგზაო ინფრასტრუქტურა. ანუ ასფალტი არ არის ისეთი ხარისხიანი? ხარისხიანზე არ არის, უფრო სხვანაირად გათვლილი. ხო, სხვა სხვა მოძრაობაზე? მოძრაობაზე არის გათვლილი. და უფრო ერთად ეგ არის ხოლმე, მაგალითად ეხლა ის ახალი გზა ისთვის highway ხო, რომელიც არის, ეგ არის ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რაღაცა 300-400 კმ/სთ სიჩქარეზე არ არის გათვლილი, ოღონდ ხო. იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელია მაგ ადგილას ამ მსგავსი სიჩქარეთი არა, ხო? ხო, რაღაც ხიდის და იმის აშენება, რომ მაგ ყველაფერს გაუძლოს. ანუ ეს რაღაცა მე ვფიქრობდი, რომ დროთა განმავლობაში მე შეიძლება თუ დავიხვეწებით სიარულში, მე შეიძლება აეწიოს ეს სიჩქარე. არა, ხო? ხო, ან ეს ხიდები იმას რაცა, ხო, ხო. ოკეი. თუ რაღაცა ახალი არ გაგეხდა, მე ხო, თუ როდესაც მე. რაღაცა ახალი არ გაგეცდა მაგრამ. ან ისე ფინავი მანქანები როგორც. ხო, მფრინავი მანქანები კი. ნახოთ. ოკეი. შენი ხედვები რა არის? რა არის ყოველს ამედაც საკეთებელი საჭიროებით, აი ბოლო ნაწილისკენ რომ წავიღოთ, ხო? აი რომ შევაჭამოთ, როგორ შეიძლება რომ ჩვენ ქალაქ გადავარჩინოთ ამ რაღაცა ვაკუუმს? ხო. როგორ შეიძლება რომ საგზაო მოძრაობის პოლიტიკა ცოტა უფრო გავანჯასოთ ისე რომ რაღაცა ყველა მხარე იყოს. ნუ კმაყოფილი ხო, 100 თუ შეიძლება ბოლომდე ვერ კმაყოფილი იყო, ხო არ ეგ არსებობს, ოკეია, მაგრამ რა ეგრე ხდება. მთავარია რომ საერთო კეთილდღეობა გამოსწორდეს, ხო? რა რჩევებს, რეკომენდაციებს დატოვებ და შენ სურვილი რა ეს არის ჯამში როგორ შეიძლება რომ განვითარდეს ეს პოლიტიკა ჩემი კარგად? სრული ძალიან ილუზიური არის, მაგრამ მაინც შემიძლია თამათ თქვა რომ თბილისის დეცენტრალიზაცია. ხო, ეგ ალბათ ყველას მე ეგ მგონი ყველას გვინდა სულ ხო? მაგას ვფიქრებ რომ მქონდეს საშუალება მეთქი აი გავაკეთებდი სტარტაპს ქალაქ, ან digital hubs კი, რაღაცას ანუ სადმე სადღაც- ტყეში ხო, ბუნებაში კი, ყველას ან თავისი. თარგმნილ ყველა ბედნიერი იქნებოდა მეც ხო, რაღაც კი. ალბათ. ეგ და ნუ აუცილებელი. მაგის გარდა განათლების სისტემა, იმიტომ რომ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი არის ის რომ ბავშვებს თავიდანვე ვასწავლოთ ის რომ ვინც მანქანაში ის პრიორიტეტი არ არის და შენ რომ მანქანაში ხარ, იქ სხვა ადამიანი უკვდავი არ არის და უნდა გაითვალისწინო. ის რომ ორი წამით შეიძლება შენ გაჩერდე, მაგრამ it's okay, იმიტომ რომ იქ ვიღაცას არ გადაული და ასე შემდეგ რა. და მათ შორის მაგრამ მეორე მხრივ თვითონ მოქალაქეებმაც უნდა იცოდნენ ქვეითებმა, რომ თუ მწვანე არ არის არ გადაირბირო, იმიტომ რომ ორი წამი არაფერს არ გიწყვეტს, ანუ სუსტად, ხო, ხო, აი. იმიტომ რომ აი ეგ კონტროლიც არის ხა იქ რომ რუსთაველის და თავისუფლად რომ ამოდივარ ხოლმე. კი. ანუ შუქლის შემბი რო არის ხოლმე, ანუ ხალხი გზაზეა გადმოსული და იქ კი, ელოდება. კი. ანუ 2 მეტრ აქვს გადმოსული ხო. უკვე და ეხლა თქონდა აფერხებს მე ამ საქმეს. რა უნდა თქმა შეუნდა უნდა, გადახვიდე მარჯვენა არიდო გზა ხო, და ანუ ეგეც მარჯვენა ხო, გზას ანუ უშლი ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას, ანუ ხო. რატომღაც ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე ის რომ ნუ მარტო იმ ადამიანებზე არიან ორიენტირებული რომ ნუ ვინც მანქანაში ის მართლა, ხო. და რეალურად ანუ გარდა იმისა ვინც მანქანას მართავს არის პასუხისმგებელი საგზაო მოძრაობის წესებზე ასევე ის ადამიანი ვინც ქვეითია იმიტომ რომ საბოლოო ჯამში საგზაო მოძრაობის მონაწილე არის ყველა ადამიანი ვინც ქუჩაშია და ანუ აი ამის გააზრება უჭერს ყველა ადამიანს ბევრ ადამიანს სამწუხაროდ რომ ანუ აი ეს უნდა გავიაზროთ რომ მე რო ქუჩაში ვარ მეც ამის მონაწილე ვარ მე რო ველოსიპედით ვარ მეც ამის მონაწილე ვარ ველოსიპედით კი და მათ შორის არის სპორტული ჟინივისაც აქვს შეიძლება თვითონ მართლა მაგრები იყვნენ კი და ბატონო, მაგას მაგრამ არ ანუ უკარგავს რუსთავის, მაგრამ რაღაცა ქმედებაზე მის მანევრზე მეორე მანქანა რას გააკეთებს ანუ ისევ ისინი არიან პასუხისმგებელი იმიტომ რომ იმათმა შექმნეს ეგ მომენტი რომ იმას შეშინებოდა პირობითაც რული გადაეკრა რაღაცა ხო იმას ხო ვერ დააბრალე იმან რო ცუდი გააკეთა რომ იმის ბრალია კაცო იმას რატო შეეშინდა ხო ქალაქში არ არის ადგილი იმისთვის რომ შენ რაღაცა სპორტული მანევრირებით და სახიფათოდ იმოძრაო ხო ესეთ დროს ხოლოდ ну და ძირითადად ეგეთი შემთხვევები პრევენციაც ხდება ხოლმე ანუ ამ ჩარემების და ასე შემდეგ მაგრამ სამწუხაროდ ისო კომუნიკაციის დონეზე მივდივართ რომ ანუ ეხა მე ვიცი იმიტომ რომ იქ ვმუშაობდი და მანდ გამომდინარე ვიცი რომ ეს ადამიანები ჯარიმდებიან მაგრამ აი ეხა შენ დღეს გაიგე რომ ესეთი ხალხი დაჯარიმდა აღარ გავფასდები ესე იგი მაგას და მიკვირდა ხო ეს ევროპაში ხო არის რომ ნებისმიერ ვისაც ვიდეო რეგისტრატორი ვიყენია შეუძლია რომ გადაიღოს ეგეთ არ ყובה გააგზავნოს და მე აჯარიმებენ რა და მე მაგაზე შემოვიდეს ეგეთი რაღაც ჩვენთან. მაგის სხვათა შორის მქონდა მაგაზე პროექტიც რომ ეგეთი რაღაცა გაგვეკეთებინა, მაგრამ მანდ საბოლოო ჯამში ცოტა ის თემა არის, რომ პირადი მონაცემების დაცვის თემა არის, მანდ და ცოტა ჯერჯერობით ვერ ლაპარაკობ. მაგრამ ევროპაში ხო კეთდება ეგ რამდენი. კი, მაგრამ ნუ ხეთ ხო საბოლოო ჯამში რაღაც მაგ ჩვენ არ ვენდობი ჩვენს ვისაც ინახება. ხო, არ ვიცი ზუსტად რა ხდება, მაგრამ ნუ ჩვენ გქონდა ეგეთი, მაგრამ რაღაც ანუ მანდ ცოტა ბევრი რაღაც არის გადასალაგებელი, იმიტომ რომ ნუ ცალკე იქ მონაცემები cloud-ზე ვერ შეინახება და უნდა შეინახოს გლობალურ სერვერზე, ნუ ძალიან დიდი სერვერი არის საჭირო და ეხლა ცოტა IT-სკენ ვარ წავიდეთ. ხო, ესე იგი. მოკლედ შემიძლია ის თქვა, რომ უბრალოდ ჯერჯერობით მარტივი არ არის ეს ინფრასტრუქტურის ამბავში. ძალიან მიყვარდა ხომ ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს რა ანუ თბილისზე მეტად რა ვიცი რა ყველას თავისი ურჩევნია თქმა უნდა ბუნებრივია მაგრამ ეს ბოლო რამდენიმე წელია
იმდენად რთული გახდა აქ ცხოვრება, რაც ქაოსური. აა საერთოდ ვფიქრობ სხვაგან გასვლას ცოტა ხო, ხნით მაინც, იმიტომ რომ ეგ ქალაქში მოძრაობა, საგზაო მოძრაობა, არა მხოლოდ საგზაო მოძრაობა, არამედ ეგ ენერგია მე გაყვება სულ, კი, კი, იმიტომ კი. რომ შეიძლება ხალხი ვერ ამჩნევს ხოლმე ადამიანები, მაგრამ მე ბოლო პერიოდში რო უკვირდები, ძალიან მოქმედებს ის საგზაო მოძრაობაში ხო, რა თქმა უნდა. ჩახუთულობა, ქალაქის განაშენიანება, რაღაცები, შენს განწყობაზე, ფსიქიკაზე, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე რაღაც ქაოსს ქმნის ზედმეტად რა. და მე ამას ძალიან მარტივად ამჩნევ, როცა ქალაქიდან გადიხარ და რაღაცა ბუნება, სიმწონე, კი, კი, კი. გაშლილი სივრცე რაღაცა ძალიან მოქმედებს ხო, რა ფეხით ადამიანის შეგიძლია სადღაცას მიხვიდე, ფეხით თუნდაც ეგ. თუნდაც ხო. ხო, ან და სამწუხაროდ შვიდ კლდეში არ გარემოში გვაქვს, ხო. ხმაური მათ შორის, ხო? ეს კი, ხმაურის ხმაურის ერთ-ერთი მთავარი დაბინძურება რატომ ხო ყველა ადამიანს აუწყდება ხოლმე ხო, და მარტო ეს იმიტომ რომ გამოიყურვის დაბინძურებას აუცილებელი არ არის მანქანა დაგეჯახოსთან ჩაკეტო სადღაც, ხო? ეს ხმაური ძალიან კი, მნიშვნელოვანი კი, კი. ნაწილი არის აი ადამიანის მენტალური ფსიქიკას, მენტალური ჯანმრთელობისთვისაც ჯანმრთელობისთვის, ხო. ძალიან აი ეს დანიშნულოვანია. ხმაურზეც მინდა მაინტერესებს რა ხდება ზოგადად ამ მიმართულებით. მმ, იმიტომ რომ რაღაც მე მახსოვს რაღაც რეგულაციები შემოვიდა დეციბალზე 11 საათის მერე კი, კი, კი. ის და აი აი როგორ ზუსტად რეგულირდება მაკონტროლებელი ორგანოები, რამდენად აა არიან ჩართულები ამ ყველაფერში. ის ზუსტად ეგ იყო, რაც მანამდე ვთქვი, რომ ანუ აი ხმაურის გამო დაჯერიმე ზუსტად ის ხალხი, ვინც ის მოტოციკლებსაც ხო. აჯერებდნენ ხოლმე, მაგრამ ზუსტად არ ვიცი როგორ რეგულირდება, იმიტომ რომ აქ მიმართულებით არ მქონია აქ გამოცდილება და მარტო ასე რომ მოტოციკლეტები ხო არა რაღაცა ბიზნესია, ხო? კი, 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 ანუ ბიზნესების ყველაფერი ხო, ერთგვარი, ხო, კი, 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 რომელიც ანუ სამშენებლო სექტორიც ასევე არ აჰა. შეიძლება ქვიან და თან თავისუფლად შეუძლია უჩვეულო და ძალიან დიდი ჯვარმებით არის ხოლმე მაგას. ხო. იმედი მაქვს რომ რაღაცა ის იქნება ჩვენ საზოგადოების ნაწილი, რომლებიც უშუალოდ ამ პროცესებში არიან ჩართულები, რაც ახლა ჩამოთვალეთ, თვითონ გაითავისებენ პასუხისმგებლობას სხვა ადამიანებთან მიმართებაშიც რა, იმიტომ რომ რა თავისუფლებაზე რო ვლაპარაკობ და ურთიერთგაგებაზე და თანამშრომლობაზე, ეს არის ერთ-ერთი, რომ შენ ყოველდღიურობაში შენ იმარტივებდე საქმეს სხვის შეწუხების ხარჯზე, სხვისი დაზიანების ხარჯზე, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და რაღაც საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაც და კულტურაც ეგ არის და ძალიან მიხარია, რომ ამ ბოლო დროს რაღაცნაირად ბევრი გზა, ბევრი მიმართულები დაიძრა ამ მიმართულებით, რომ ჩამოვაყალიბოთ, განვითარდეს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა. კი, აი, ველო კომიუნიტიებიც რო ყალიბდებიან, ძალიან მიხარია ხო. და ნუ არის ხალხი, ვინც მაგ მიმართულებით ძალიან დიდი ენთუზიაზმით არის სიამოვნებით განწყობილი. ვივლი ველოსიპედით. მეც ძალიან დიდი სიამოვნებით რო იყოს ვივლი. ამისთვის მიდევს ველოსიპედით, სკუტერიც მიდევს, სკეიტიც მიდევს და როლიკებიც სახლში, მაგრამ ვერ დავდივარ, იმიტომ რომ ძალიან მეშინია. ხო, აი ანუ ხომ მიუხედავად ყველა იმას ამბობს, რომ შენი დაგეგმარებული ხო რაღაცა ქუჩები და რატო ვერ დადიხარ? იმიტომ რომ ერთი ქუჩა რო არის კარგი, არნიშნავს რომ მთელი ქალაქი სანტოა რა და ნუ აქედან გამომდინარე ძალიან რთულია რომ ველოსიპედით გამოხვიდე და ხო. აი ხა ჭავჭავაზეც მაგალითად, რომ ველო ბილიკის რაღაც ნაწილი რაღაც მომენტებში არის გზის ნაწილზე. კი. ხო, აი იმ გზის ნაწილზე სულ მანქანა არის დაყენებული, კი. ვიღაცის მანქანა კი, ძრება, კი, კი, კი. მე გაჩერება რომ უნდა აუცილებლად მაგ ველო ბილიკზე ბილიკზე უნდა გადმოდის, რომ გადმოვიდეს, გააჩეროს, კი. იმიტომ რომ აქეთ მანქანა არ ჩაკეტოს და ნუ აი იმ სკუტერებს და კი, კი, კი. ველო ისა ქვია მოსიარული ადამიანებს, ხო. ველოსიპედით მოსიარული ადამიანებს ყოველთვის საფრთხეს ქმნიან, რომ შეიძლება კი. უცებ გადმოგიჭრას მანქანა კი. შენ გზაზე. არა გაქვს შენი ზუსტად, გზა. ანუ თავარი პრობლემა გამოგვჩვა მაგის თქმა არის ის, რომ ამ თბილისის არის დაგეგმარებული, რომ არ გვაქვს ფართო ქუჩები რეალურად. ოღონდ ეს ფართო ქუჩა არნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი კერძო ზოლი, ავტომობილის აა. ზოლი უნდა გაკეთდეს. მაგას არ უგულისხმობ, ანუ ზოგადად ბევრი ზოლი არნიშნავს უსაცობო გზას რეალურად, იმიტომ რომ იქნება მერე ძაბრები და ეს ძაბრი ნიშნავს იმას, რომ ანუ რაც უფრო მეტ მანქანას მიისიდევს, საბოლოო ჯამში ამ ძაბრში კიდევ უფრო მეტი მანქანა გაიჭედება. კი, კი. მე მაქვს რაღაც სიმულაციები მაგის ნახი, რომ ხო. ეს გზების რა, ესა გზების რაოდენობის, ზოლების კი, კი, დამატება კი. არ შორდა შორის, პრობლემას, ხო, ხო. კი. და უბრალოდ ამ შემთხვევაში გზების სიფართოვეში გულისხმობ იმას, რომ სწორად იყოს განლაგებული იქ ველობილიკი, იქ ქვეითები და ბასლაინი და ასე შემდეგ. ამ ნაწილს გულისხმობ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მაგის ძალიან კარგი მაგალითი არის ბარსელონა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე წვრილი ველობილიკის ზოლი აქვს, იმიტომ რომ ეს ზოლებიც განსაზღვრული არის, ყველაზე წვრილი ველობილიკის ზოლი არის, მაგრამ აი უზომოდ უსაფრთხო არის, იმიტომ რომ რაღაცა პირველად ვიყავი მანდ ველობილიკით და ანუ ველოსიპედით. ხო, პირველად ვიყავი ელექტროველოსიპედით მანდ და ანუ აი ძალიან ჩქარად ავდიოდი და ძალიან კარგად და არ შემშინებია რა და რაღაცა 2 დღე ჩასული ვიყავი ბარსელონაში ასე რომ მაგრამ ნუ საქართველოში ევროპაში ეს ველო ხო. კულტურა ისედაც ხო, დიდი კი, ხანი კი. არის, ხო? მაგრამ ძალიან დიდი ხანით არ არის
უბრალოდ რაღაც ნუ ეს ჩვენზე ჩვენთვის არის ხო ჩვენს ძალიან ბევრი თორე რეალურად რაღაც ერთ 10 ეხლა წლის წინ რას ისინი გულისხმობთ ციტულებდნენ კულტურაში? ჩვენთან კულტურა საერთოდ არ გვაქვს ველოსპეცია. ჩვენ ხო, არიან ერთეული ტიპები, იმიტომ რომ კი, კი, კი. ევროპაში, აუცი 40+, 50+, 60+ კი, კი, კი. ადამიანებიც ძალიან ბევრი მინახავს, აი ძალიან საყვარელი ბებუები და ხო, ისინი აი იმეებიც რა ვქეთ, წიროკალათები აქვთ რაღაცა კი, ხო. მაღაზიებიდან გინდათ რომ და რაღაცა ასევე ბავშვები, ხო, ბავშვები. 60 წლის ადამიანი ქალი თუნდაც ანუ წარმოიდგინე საქართველოში მეგონი ველოსიპედით. ერთი ქალი ერთად არ მახსოვს ასე, როგორი, მაგრამ ძალიან რაღაც ანუ ერთი ესე ანუ ერთი ადამიანი ვიცი ვინც ანუ ხო აი და ეს ეგ ხო ჩვენ გაკვირვება და რაღაც ის ხო რაღაცა და კი, აი ანუ კულტურას მაგას დავარქვენ კი, მე კი, რომ კი. ეგ კულტურა გვექნება ხო, რომ აუცი ასაკს ხო მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს ხო, თუ რა თქმა შეგვიატო უნდა, კი, პირიქით ანუ რატო დადებითია არა, პირიქით. პოზიტიურს მეტი კი, კი, არაფერი კი. ხო და აი რაღაც კულტურაში გაგვიჩნდება ეგეთი რაღაცები ძალიან ჩვეულებრივია ხა ბარებში ნახავ 70 წლის ადამიანებს ქალებს ხა ხო, ანუ ბოლოს შემთხვევაში ვიყავით რაღაცა 77 წლის დაქალები არიან და ეს გქონდ ტრადიციაა ესე ხვდებით ხოლმე რა რაღაცეებს ხა სულში. 77 წლის ქალები ან კაცები რა მნიშვნელობა აქვს რომ ნახო ბარში რომ ერთმანეთს ესე აღნიშნო ანუ ჩემთვის ეგ საქართველოში ეგ რა ხელა რაღაც იქნება ჩემს იქნება ძალიან მეთქი რა მაგარია რომ ესე იგი მეც წარმოვიდგენ თავს რომ მე 77 წელს კი, კი, გავხდები კი. შეიძლება რომ ესეც იმაზე ვიყო ენერგიაზე კი, რა ზუსტად ანუ აი ბარში ხო გერმანია კიდე ერთი ძალიან კარგი მოკალიფრო ვაქენის ფესტივალზე ვიყავი 2 წლის წინ და ანუ ჩემ წინ პირველ რიგში იდგნენ ანუ ალბათ ესე 70-დან 80 წლამდე მეგობრების ჯგუფი და ანუ უსმენდნენ Iron Maidens და ანუ აა აი ეხლა აქ საქართველოში წარმოგიდგენია მაგასაკის ადამიანი რომ ჯერ Iron Maidens უსმენს და მე პლუს ამას რაღაცა 6 დღიან ფესტივალზე არის სადღაცას. ხო, აი ჩემს ეგ არის რა, ზოგადად თავისუფლებად სიმშვიდეს ევროპას ხო, და რა რაღაცებს თქმა უნდა. ასოცირდება, რომ 80 წლის ადამიანი ესეთ პოზიტიურ კი, კი, განწყობაზე კი. რო არის, ეგ არის ჩემთვის ევროპაც და ყველაფერი ხო, ანუ სიკეთე. ანუ ჩემ აი ნამდვილად. მართა პირდაპირ ამით შემიძლია გადავთარგმნო, რომ 80 წლის კაცი ქალი ნიშნობა არ აქვს. ეგეც ენერგიაზე რო არის, ესე იგი მას კარგად უცხოვრია. უცხოვრია და კარგად ცხოვრობს ხო, და ისე. ეხლა აი რო ხედავ ყველა შავებში, ყველა რაღაცა ნაცრისფერი, რაღაცა ყველას თავში გაჭირვება აქვს, პენსია, წამლის ხო. ფული არ აქვს და მოკლედ ძალიან ბევრი პრობლემაა, კი. რომელზეც ხარ ზოგადად ანუ იმის კულტურაც არ არის საქართველოში, რომ აი ასაკის პატივისცემაში რატოღაც ის კი არ ვიღაც იგულისხმება, ანუ დასვა ადგილზე. ხო. არ უნდა უწევდეს იმას დაჟინო, აი ენერგიაზე ზუსტად უნდა ხო, იყოს ანუ რა. ხო რა და ანუ ისე არ უნდა ქონდეს მთელი ცხოვრება კი, კი. ნაშრომი, ნაწვალები, გაუბედურებული არ უნდა იყოს, რომ მაგას აქ შეუწევდეს, რა ვიცი, ან ჯოხით სიარული, ან რაღაცა, ან ხო, და რაღაცა ნუ რა. რაღაცა ასევე ის რომ რატომღაც რაღაცა ასაკს ძალიან ისე უყურება ხოლმე ხო. სულად, რომ ანუ აი 30 წელს თუ გადაცილდები, უკვე ისო უკვე და ჩამოწერილი პირიქით ხარ ხო, რა. რა ვიცი, ხა ანუ მაგ დროს იწყებს ხალხი რაღაცა ცხოვრებას და რა. რეალურად. რაღაცა ზოგი მაგ დროს აპარებს პირველ უნივერსიტეტში საერთოდ რა ვიცი. ეხლა როგორ ნახულობ ხოლმე იქ ბრედ პიტის ფოტოებს ხო. 63 წლის ასაკში როგორ ნეტა ეგრე გამო. ანუ ეგ არის ძალიან, ანუ ეგ არის ცხოვრების სტილზე და ახლა ცხოვრების ცოტა ისიც არის ბოტოქსები ახლა მოდი. ხო, არა, ეხა ეგ სხვა თემაა, მაგრამ ანუ ეს საბოლოოში ხო. ჯამში ეს ცხოვრების კი, კი, კი. სტილი, პოზიტიური განწყობა, რაღაც სიმშვიდე, ანუ ეგ ხო ძალიან მაგად მოქმედებს, რომ შენც იყო ნაკლებად სტრესული, ნაკლებად ისეთი ნეგატიური, პირიქით იყო დადებითი, კი, კი. პოზიტიური და ამით მე გარემო არა ეგეთი რა და აი ეგ არის ჩემთვის ეგ დადებითი ხო, გარემო, ნუ რაზეც ხაერში უნდა ვიოცნებებ ღიალებდეს ყოველთვის. რაღაცა პოზიტივი რა, ნეგატივი. ფერადი ხალხი რაღაცა. კი, კი, კი. რაღაც ძალიან არა, იცვათ შევები, პროსტა ბედნიერები იყვნენ, ხო, ოკეი. ხო, არა, დახვეწილად ეცვათ რაღაცა. კი, 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 ანუ არც ეგ არ არის პრობლემა. ოკეი. ეგ არის რა ვიცი ჩემთვისაც ოცნება. მარიამ, მე მგონი რაღაც პოზიტიური ნაწილზე ალღაზე დავასრულოთ ხო კი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირიქით, ამ მადლობა თემაზე ძალიან მოწვევისთვის. ცოტა ვიცოდი, ახლა რაღაც ბევრ კითხვას დაეცა პასუხი, უფრო მშვიდათვიული. კი, კი, კი. მეცოდინება რომ რაღაც ამისთვის მუშაობს ხალხი. მუშაობს, ხო, მუშაობს ხალხი და ძალიან დიდი მეტი მაქვს რომ ეგეთი პოზიტიური და ენთუზიასტი ადამიანი ვინც არის და ვინც მუშაობს, დღესაც კი მიექნება საშუალება რომ ის თავისი პროექტები ბოლომდე გაიტანონ და დაამტკიცონ, იმიტომ რომ გონია რომ აი წეგანაც აღნიშნე, ესე ენთუზიასტ ადამიანებს დგას ქვეყანა, კი, კი, თანხმობ. ბევრი დეპარტამენტი, ბევრი სამსახური, განსაკუთრებით საჯარო ანუ მე სტრუქტურაში 5 წელი რეალურად ენთუზიაზმის ხარჯზე ვიყავი რომ. ხო და ერთი მადლობა კიდე შენ მაგისთვის მაშინ დამატებით, რომ ესე ზრუნავ ჩვენი ქალაქის გამემთარებაზე. ზრუნავდი ყოველ შემთხვევაში და ეხლა ხო დილიაში. მეც მოგეცია. ხო, ეხლა განათლების მხრივ ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ განათლების გარეშე წეგანა აღნიშნეთ არაფერი არ გამა. მოგეც ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები შენ შემდეგ წამოწყებაში და ჩვენ ქვეყანას და ქალაქს პირველ რიგში უსურვებ სიმშვიდეს, კარგ განაშენიანებას, კარგ საგზაო პოლიტიკას და დეცენტრალიზაციას, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა შენ და წარმატებები. დროებით.